ჩვენ ვართ ჟურნალისტები და ჩვენ ახლა დღეს აქ არ უნდა ვიყოთ, მაგრამ აქ ვართ, იმიტომ რომ წარმოვადგენთ გამოცემა ბათუმელებს, რომელიც მზია ამაღლებელმა დაარსა. ჩვენ ეხლა ვიმყოფებით ევროპის მოედანზე. ამ ადგილიდან დაახლოებით 2 კვარტლის დაშორებითაა ბათუმელების რედაქცია. დღეს ამ რედაქციის აივანზე დიდი ბანერია გადმოფენილი, რომელზეც წერია თავისუფლება მზიას. ვერასდროს წარმოგვედგინა, რომ ამ მოთხოვნის გაშგერება მოგვიწევდა. ვერ წარმოგვედგინა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი და თავისუფალი სიტყვის დევნა მიაღწევდა იმ ზღვარს, როცა ბათუმელების დამფუძნებელს, ჟურნალისტ და მედია მენეჯერ მზია ამაღლებელს დააკავებდნენ და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა დაემუქრებოდა. რა შეუძლია უსამართლოდ დატყვევებულ ადამიანს? რა შეუძლია გააკეთოს უსამართლოდ დატყვევებულმა ადამიანმა? მზია ამაღლებელი 21 დღეა შიმშილობს. ესაა მისი რეჟიმის მიერ დატყვევებული ჟურნალისტი ქალის უხმო მანიფესტი. მზია ამაღლებელი 4 კედელშია გამოკეტილი, მაგრამ მისი ხმა უსიტყვოდაც ისმის, ისე ხმამაღლა, რომ ყველას წვდება. სწორედ ამიტომ მზია ციხეში 4 კედელშიც კი უფრო თავისუფალია, ვიდრე ამ რეჟიმის ნებისმიერი მსახური და შემგუებელი, რომელსაც შეუძლია, მაგრამ არ ლაპარაკობს. მზია ამაღლებელი არის ქალი, რომელმაც 24 წლის წინ ამ ქალაქში, სადაც მაშინ ასლან აბაშიძე მართავდა ყველაფერს და სუნთქვა უბრალოდ ჭირდა, განიზრახა შეუძლებელი. დაეარსებინა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი გაზეთი, რომელიც გახდებოდა 10,000 ადამიანის ხმა და გააძლიერებდა დემოკრატიას და ეს იქნებოდა ხმა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. მზია ამაღლებელი მაშინ იყო 26 წლის. ის იყო მაღალმთიანი აჭარის სოფლიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჰქონდა აბსოლუტური რწმენა, რომ ავტორიტარიზმის და დიქტატურის დამარცხება შესაძლებელია თავისუფალი სიტყვით. თავისუფალი სიტყვით, რომელიც ძალიან გავს შუქს. შუქი კი ერთი პატარა სანთელიც კი ანათებს ბნელს. სწორედ ასეთ სანთელს გავდა მაშინ ბათუმელები. ერთ პატარა ოთახში გახსნილი გაზეთის რედაქცია, სადაც იყო მხოლოდ ერთი კომპიუტერი, მაგრამ ბათუმელებს ჰქონდა ის, რაც აშინებდა და აშინებს ყველა რეჟიმს. უზარმაზარი ენთუზიაზმი და თავისუფალი სიტყვისა და სამართლიანობის რწმენა. ბათუმელებს პირველი ნომერი გამოვიდა 2001 წლის 26 მაისს. ეს თარიღი არ ყოფილა შემთხვევითი. ეს იყო განაცხადი, თუ რა მნიშვნელოვანი იყო საქართველოს და სიტყვის თავისუფლება ბათუმელებისთვის. მზია ამაღლებელმა ერთხელ უკვე შეძლო შეუძლებელი. რეჟიმის პირობებში მან დაარსა გაზეთი და პატარა რედაქცია აქცია გავლენიან გამოცემად, რომელსაც არ შეუცვლია დამფუძნებელი. არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის პროპაგანდის იარაღი და მუდამ რჩებოდა და რჩება ადგილად, საიდანაც ყველა ჩაგრულ ადამიანს შეუძლია ხმა მიაწვდინოს ქვეყანას. მზია ამაღლობელის მიერ დაარსებულ ბათუმელებსა და ნეტგაზეთს არასოდეს არ შეშინებია. არასოდეს არ დაუხევია უკან სისტემისგან დაჩაგრული არც ერთი ადამიანის, არც ერთი ჯგუფის გაშუქებაზე. ბათუმელები და ნეტგაზეთი წერდა ყველაფერზე. წერდა როგორ დევნიდა და ავიწროვებდა სისტემა ადამიანებს. წერდა კორუფციასა და ნეპოტიზმზე. წერდა ომის დროს ცემით მოკლულ ჯარისკაცზე. წერდა სიღარიბისგან სასოწარკვეთილ ადამიანებზე, პოლიტიკურ დევნილებზე, უსამართლოდ დაპატიმრებულ სტუდენტებზე, განათლების ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე, ბათუმსა და თბილისში ისტორიული შენობების მასობრივ ნგრევაზე. ეს არ იყო იოლი. ვიყავით და ვართ ყველგან, სადაც ვჭირდებით ადამიანებს. სადაც ვჭირდებით მათ, ვისი ხმაც არ ისმის, ვის ხმასაც სისტემა ახშობს. მაგრამ ეს არასდროს არ ყოფილა იოლი. ბათუმელები და შემდგომში ნეტგაზეთი ყოველთვის იყო ხელისუფლების სამიზნე. ყველა ხელისუფლების სამიზნე. ჩვენს გამოცემებს გადაუტანია ფიზიკური დევნა, ზეწოლა, მაგრამ არასდროს დაუხევია უკან. არასდროს უთქვამს უარი გაევრცელებინა თავისუფალი სიტყვა.
დასაწყისშივე გითხარით, ჩვენ ახლა ვართ ევროპის მოედანზე და ზუსტად ამ ადგილიდან 2 კვარტლის დაშორებით არის ბათუმელების რედაქცია, სადაც მეოთხე სართულზე კიდია საქართველოს ევროკავშირის და უკრაინის დროშები. აქ მეოთხე სართულზე არის მზია ამაღლობელის სამუშაო კაბინეტი. ამ ოთახში ხშირად შუქიანთია შუაღამემდე. ეს შუქი ნიშანია იმის, რომ საქართველოში ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ეკუთვნის და სხვას არავის, თავისუფალი მედია მუშაობს. სანამ ეს შუქი ანთია, ეს ნიშნავს, რომ გრძელდება ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, გრძელდება ბრძოლა დემოკრატიისთვის. 21 დღეა მზია ამაღლობელი დაკავებულია და ციხეში შიმშილობს, მაგრამ მის ოთახში ანთია შუქი. ჩვენ ვიბრძვით მისთვის და რეჟიმის ყველა პატიმრისთვის. და დასასრულს მინდა წაგიკითხოთ მზია ამაღლობელის წერილი, რომელიც ჩვენმა რედაქციამ მისი დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიიღო. ეს მზია ამაღლობელის მანიფესტი და გზავნილი არა მხოლოდ ბათუმელებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. გიკითხავთ წერილს. ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო 1 წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს როგორც დიქტატურა. არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ სანამ გვიან არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ. ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორიებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები. გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან. თავისუფლება მზიას. რადგან ამ გამოცემების თითოეულ თანამშრომელს ის თუ როგორ ვიბრძოლოთ, სწორედ შენგან, მზია ამაღლობისგან გვაქვს ნასწავლი. თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება ბათუმელთა დროშებს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!